პულტიანი სასტორის ვიდეოს ჩვენების შემდეგ დამიკავშირდნენ და თავიანთი საკუთარი სასტორის გადაკეთება შემომთავაზეს. ეს შემოთავაზება კურიოზად ჩავთვალე, მაგრამ შემდეგ სხვებისგანაც განმეორდა. თანაც ტიპები 1000-დან 3000 ლარამდე მთავაზობდნენ ასეთ გადაკეთებაში. მეორე მხრივ, იმავე ვიდეოში ნაჩვენებია როგორ დავიცვათ თავი არაკეთილსინდისიერი გამყიდველისაგან საკონტროლო გირის საშუალებით. მაგრამ როგორც ირკვევა, კილოგრამიანი ან ნახევარკილოგრამიანი საკონტროლო გირები გაყიდვაში არსად არ არის. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვე თბილისში. eBay-ზე რომ იყიდო საკმაოდ ძვირია და მხოლოდ ჩამოტანის ფასი 9-დან 12.5 დოლარამდეა, გააჩნია ქვეყანა, საიდანაც ჩამოგაქვთ. ხოდა საკონტროლო გირისადმი შოვო ამ თხოვნით არავის მოუმართავს და ამ შეკითხვით. ანუ ადამიანები მასობრივად არიან შეჩვეული მოტყუების პროცესს და ხმას არ იღებენ. მოატყუეს ზონაში 20%-ით, მერე რა, ნახევარი ხო არ მოუპარავთ. ხოდა ცხარი იმისია, უნდა კრიჭო, ასე რომ ვისაც კრიჭენ მასზე ახია. ეხლა ასეთნაირად ცხადი ხდება, ვის აქვს აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, მართალია არასწორი, მაგრამ აქტიური. სამწუხაროდ, მყიდველები ცხოვრების პოზაში არიან ამ შემთხვევაში. ასეთ ადამიანებს მერე ჩემთან აქვს პრეტენზია, რატომ გავაბაზრე ტექნიკური დეტალები და ვიღაც ჭიჭიკოს ვასწავლე, როგორ მოიტყუოს ზონაში. მეორე კატეგორია, ვისაც ტექნიკური დეტალების გაბაზრება არ მოსწონს, არიან გამყიდველები. გაუტყდათ ჯიგრებს, რომ რაშიც მათ 1000-ობით ლარი გადაიხადეს, ეხლა სრულიად უფასოდ ყველასათვის გასაგებად დევს YouTube-ზე. და წერა-კითხვის ცოდნის შემთხვევაში არასწორი კალიბრება ყველას შეუძლია, ხოლო პულტის გაკეთება უკვე დამწყებ რადიო მოყვარულსაც ხელს ეწიფება. ეხლა მინდა მივმართოს სირახლემას პოზაში მყოფ მყიდველებს. ჭიჭიკომ ყოველივე ეს უჩემოდაც იცის. ანუ როგორ მოგატყუოთ ზონაში. მე ვცდილობ, რომ თქვენ გაგარკვიოთ ტექნიკურ დეტალებში. როგორ გატყუებენ და თუ არ გსიამოვნებს ამ დეტალების გაგება, გადართეთ სხვა ვიდეოზე, სადაც დამპიტაურია. მეც მიყვარს ხოლმე მესამე ხარისხის სიმთვრალისას. ამ დროს ასეთ ტიპებს არ აქვთ პრეტენზია ფიზიკის სახელმძღვანელოსთან, სადაც ატომური ბომბის მოქმედების პრინციპია აღწერილი. ნუ კარგი, ატომურ ბომბს სახლში ვერავინ დაამზადებს. მაგრამ აი ქიმიის წიგნებში წაკითხული ინფორმაციით, ბავშვმა ცოტა თუ მოინდომა შეიძლება დაამზადოს მაგალითად წყალბადსიანმჟავა. მასობრივი მოსპობის ქიმიური იარაღი სახლში ეს სრულიად შესაძლებელია. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ თვითონ გამიკეთებია, როცა მე-10 კლასში ვიყავი. რა ქიმია უკრძალოთ ამის გამო? აი დაახლოებით ამ დონეზე ხართ, ვინც მეუბნებით, რომ მაღაზიის ანგელოზ მეპატრონებს და წმინდან ბაზრობის გამყიდველებს მე ვასწავლი ზონაში მოტყუებას. ეხლა ვპასუხობ თხოვნას. უფრო დეტალურად გავარკვიო, როგორ მუშაობს დისტანციური პულტის რელეების ელექტრული სქემა. შეხედეთ. როდესაც სასტორი ჩაერთვება, პულტის ყველა რელე გამორთულია. პირველი რელეს SV1 კონტაქტი ავტომატურად გადართულია A პოზიციაში, ხოლო მეორე რელეს SV2 კონტაქტი კი ჩაკეტილია. შესაბამისად, R3 წინაღობა გადამოკლებულია და მასში დენი არ გადის. ამ დროს სენსორს მიეწოდება 3.15 ვოლტი ძაბვა, ისევე როგორც გადაუკეთებელ მდგომარეობაში და სასტორი აჩვენებს სწორად. თუ დავაჭერთ პირველ ღილაკს, SV1 კონტაქტი გადაირთვება B პოზიციაში და სენსორს მიეწოდება 4.3 ვოლტი ძაბვა, რომელიც სტაბილიზირებულია სტაბილიტრონების მიერ. რადგან სენსორს მიეწოდება გაზრდილი ძაბვა, X წერტილსა და მიწას შორის, შესაბამისად, გამოსავალზე S+ და S- წერტილებს შორის ძაბვა იზრდება. ძაბვა იზრდება შემავალი ძაბვის პროპორციულად და სასტორი აჩვენებს იმაზე მეტს, ვიდრე არის სინამდვილეში, ანუ ატყუებს მყიდველს. როცა ხდება მეორე ღილაკზე დაკლიკვა, SV1 კონტაქტი გადაირთვება A პოზიციაში, ხოლო SV2 კონტაქტი კი გაითიშება. შესაბამისად, 3.15 ვოლტი წყაროდან დენი გაივლის დამატებით R3 წინაღობაში
და წონის სენსორზე ძაბვა შემცირდება, ანუ ძაბვა შემცირდება x წერტილსა და მიწას შორის. შესაბამისად, პროპორციულად მცირდება ძაბვა გამოსავალზე s+ და s- წერტილებს შორის და სასწორი აჩვენებს ნაკლებს, ვიდრე არის სინამდვილეში, ანუ ამ შემთხვევაში ატყუებს გამყიდველს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.